გაუძღვებით. როგორც ვიცი, ალბათ დაასახელე ხო სასტარტო. კი, სასტარტო ხუთეულები ჩამოთვალე, მწვრთნელები არ მიხსენებია, გუნდების და საჯების შესახებ ასევე ინფორმაცია არ მიმწოდებია. მაშინ მე ვიტყვი თქვენის ნებართვით მარგვეთის მთავარი მწვრთნელი არის ირაკლი ძიძიგური. სული სეზონი სხვა გუნდში გაატარა მან და ისიც ფიქრობ ძალიან შალიკიანს აჯობა. ეხლა შალიკიანი რომელიც შარშან თუ არ ვცდები ამერიკაში ირჯებოდა. ეხლა ჯინჯარაძე გადაჩერებენ. ხო არა, ჯინჯარაძის გაჩერება ესეთი მარტივი არ იქნება არავის. ნამდვილად არ არის. რა კარგად დაუსხდა ორი ნაბიჯი შესვლა. კი თველი ზესტაფონის მარგვეთისგან უკეთეს თამაშს, რადგან მწვრთნელი ორგანიზაცია ყველაფერი ხელს უწყობს ამ გუნდს. აი კახა ჯინჯარაძეს მარტივი ენდოანი. კი ბატონო, კახა შეუძლია ესეთები ჩაგდება რა. ნახოთ რა იქნება, ნახოთ ვინ გვეყოლება შემადგენლობაში, ვინ არ გვეყოლება, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ აი ფიბა როგორ ვერ აგვარებს ამ ყველაფერს ევროლიგასთან. კარგია, გასაგებია, გაუშვათ ხო ის ცალკე განზომილება. რა თქმა უნდა, პირველი ეგრევე წამებში მიითვალა ორი ქულა. აბა ჯინჯარაძე დიდი ხანია კახას აუღია ქულები, კარგი გადაცემა ჭინჭარაული ჩაგდო. ერვე ქულა დღევანდელ შეხვედრაში ჯინჯარაძე ჩაუჭრეს, ეხლა დრაუნრაითი ეს თუ ჩავარდა მგონებ რომ ტაიმაუტი იქნება ნამდვილად. ტურძელაძე არ ვარდება, რა ბურთი გააფუჭა გიორგიმ. გასანანი იყო. ოტლიეროვსკი ეს აბა ვნახოთ ჯინჯარაძე მარტივად ორი ქულა ჩამოიშორა რაითი. ევაძე ესე ჩაგდო. 49-47 და ბოლო შეტევა. მოამზადებს ამას საფუძვლიანად მარგვეთი და ნახოთ ვინ აიღებს გასრულების. ჯინჯარაძე ჩაგდო მოხდა სახეში. დამთავრდა პირველი. კი ბატონო და იმ ანგარიშით რაც უნდა დამთავრებულიყო გამომდინარე იქიდან თუ რომელმა გუნდმა რომელი გუნდი როგორ გაისარჯა თითო მეოთხეში 65-63. ჯინჯარაძე შეუტია რართული ბურთი გადაატარა ბერიშვილს. გაიქაჩა როგორც იტყვიან ჟარგონზე. ვერ ჩააგდო მოხსნეს და ბურთი მარგვეთს კობახიძე. ჯინჯარაძე რა გაგრძელებას პოვნის კახა ნახოთ წავიდა ჯიქურ და ჩააგდო. მე რამდენჯერ უკვე აი ესე